Დიახ, პატივცემულებო, დაგიბრუნდით. კვლავ ღამე მშვიდობისა გვისურვებია თქვენთვის. Რა თქმა უნდა, მე და გეგა გახლავართ კვლავ სტუდიაში. შეპირებისამებრ ნომერს წავიკითხავ და შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელს. ეს გახლავთ თქვენთვის ნაცნობი ნომერი 557 88 ასე რომ ეთერში თავისუფლად შემოვა თქვენი ზარი. შესაძლოა ბევრს უთქვამს რომ ვერ დაგიკავშირდითო, მაგრამ კიდევ განმეორებით მესამეც სცადეთ და ჩვენი ეთერი მოგეხსენებათ ღია ყველას მიმართ. ოღონდ ერთი რამ მინდა გითხრათ, იცით? რაც არაერთ გზის მithქვამს, შემიხსენებია, რომ გავითვალისწინოთ ერთმანეთი, პატივცემულებო, თქვენ შემდეგ კიდევ მომდევნო ზარი არიქში და დიდი მონოლოგები არა იმის გამო რომ ჩვენ სურვილი არა გვაქვს მოსმენისა, არამც და არამც უბრალოდ დროის ფორმატიდან და ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე გეუბნებით მხოლოდ და მხოლოდ რომ გავითვალისწინოთ ერთმანეთი. ეკრანსაც ძალისხმევ მოუშვორდეთ როდესაც საუბრობთ. კი ბატონო და რაც შეეხება ასე ვთქვათ აი ესეთ ზარებს ხანდახან რომ შემოდის ხოლმე ჩვენ ამჩნევს ახლა ობიექტური საღათ მოაზროვნე ტელემაყურებელიც და რადიო მსმენელიც არავითარი ძალმომრეობის, არავითარი გათიშულობის, მხოლოდ ერთიანობის სულით რაც გვამოძრავებს ვართ განსჭვალულნი და აკი გითხარით რომ არავითარი პარტიულობა, ზეპარტიული ამოცანა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა გაუფორმებლად. ასე რომ ნებისმიერი მახინჯი შინაარსის, ასე ვთქვათ, ტექსტი, რომელიც შეიძლება გაჟღერდეს ჩვენს ეთერში ზარის შემდგომ, ეს იქნება თვითლუსტრაცია მისი და მიუხედავად იმისა, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ გაცილებით დიდი გვაქვს, ეთერში ვართ. მაინც და მაინც ბევრს აიღებთ თქვენ თავზე. რადგან თქვენს თავს დააყენებთ კვლავ დარტყმის წინაშე. მორალური და მართლაც სრული გაშიშვლების, ასე ვთქვათ, წინაშე. ჩვენ არ გვავიწყდება, რა თქმა უნდა, პატიმრები, არც არასდროს დაგვიწყნია ამას წინათ. ეხლაც არ არის იგივე სავალალო ვითარება, მიემატნენ პატიმრები, ვიცით? 450-ით მეტი პატიმარი იჯდა გლდანში. ხო, აი რაღაც ნელ-ნელა პიკს უახლოვდებიან ეს ადამიანებიც. ხო, აქედან უდიდესი ნაწილი არიან ის პიროვნებები, რომელთაც დანაშაული კვლავ ვერ დაუმტკიცეს. დიახ, ყველა პროფესიის ადამიანები, რომელთაც გაბედეს და თქვეს რომ არჩევნები გაყალბდა, გაბედეს და რაღაც მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს. მე არ ვამბობ და ვსაუბრობ ახლა ზოგ-ზოგიერთ იმ პერსონაზე, რომლებმაც თქვენს წისქვილზე დაასხა წყალი და იყვნენ ესეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ თქვენს წისქვილზე უნებურად ასხამდნენ წყალს, არა ბატონებო, რომლებიც თქვენს მიერ იყვნენ ჩანერგილნი, რომ ერთგვარი ალიბი მომხდარიყო მერე თქვენი ძალმომრეობისა, რითაც ცდილობთ თქვენი ხელისუფლების პოლიტიკურ გადარჩენას. აღდგომა და ხვალეო, ესეც ქართულ კაცს უთქვამს და არ ამგონია რუბიკონი გადალახოს და დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერს ვერ გადალახავს თქვენი ეს მიდგომები, თქვენი პოლიტიკა, რადგან მხოლოდ ძალმომრეობაზე, საკუთარი ერის ჩაწიხვლაზე, საკუთარი ქვეყნის იგნორზე, საკუთარი ქვეყნის შეურაცხყოფაზე საერთაშორისო არენის კუთხით და იზოლაციონიზმისკენ არის ორიენტირებული. პატიმრებს აქედან მოკითხვა, მათ რომელნიც მე ჩამოთვალე, რა კატეგორიად ჩამოთვალე, მსმენელი, სწორად გაიგებს, ვიზეც რას ვსაუბრობთ ჩვენ და რა თქმა უნდა განთავისუფლებას და სულიერ ხნეობას უსურვებთ მათ უფალმა მოიხსენიოს ეს ადამიანები ჩვენი მოყვასნე არიან.
ის რომ ვიღაცა მანქანაზე ავიდა და დიდი დანაშაულია, ის რომ ვიღაცა რაღაცა ის აქციელი გადაცდა და ასე შემდეგ 13 წლის თავზე. მე-14 წლის გარიჟრაჟზე შეიძლება ითქვას. ადამიანები, რომლებიც ასეთად არ შექმნილან და დაბადებულან და ეს გზა ავად თუ კარგად აირჩიეს თქვენთან ურთიერთობაში, თქვენის მიმართ ანტაგონიზმში, ვთქვათ ესე ხომ, ვისი ბრალეულობა? ვინ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა? ერთი ბოდიში მოგიხდიათ, ერთი ბოდიში ქართველი ერის წინაშე და სინანული იმისა, რომ თქვენ ხშირად დანაშაულის ტოლფასი შეცდომები ჩაიდინეთ. არამც და არამც. ხშირად მithქვამს მათთვის, რომ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს ღუპავს პრინციპი სულ მართალია. პრინციპი სულ მართალი ვარ. როგორ შეიძლება სულ მართალი იყო და ან იოტის ოდენად იყოთ უკვე თქვენ მართლები ქართული საზოგადოების წინაშე, როცა ესე ჩიხისკენ და უფსკულის პირას მიიყვანეთ ქვეყანა. მე გაცილებით მეტად მოუწოდებ იმ ადამიანებს, ჩემო გოგა, რომელნიც აი ზარია ეთერში და მოგზანდით, ისმენთ გამარჯობათ. ალო, გამარჯობთ. აი თელიძეიძადი ვრეკავდა ერთი ქალბატონი ყოველთვის პასუხობს, რომ ესე იგი მიუწვდომელია, როგორ შეიძლება ყველას ესაუბრება და მე ყოველთვის მეუბნევ მიუწვდომელია. ეხლა ხომ მოგწვდით თქვენი ჯერიმეთ? ხო, ეხლა კი აი მაგალითად მე გონდა რომ პატრიოტ ალიანსი მხარდამჭერი ხავდა, რომ მე გონდა რომ ეგენი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ და ძალიან გული დამწვდა, რომ ასე ისევ რაღაც ხელოვნურად უშლიან ხელს ამ პარტიას. აი ძალიან კარგად დააბოლოვეთ, იცით თქვენი წინადადება. დიახ, გისმენთ ინტერესით. აი ხლა ხელს კი არ უშლიან მხოლოდ ქალბატონო, სრულიად მარტო ხელს კი არ უშლიან. თუ ვინმე კონკრეტულად არის მართლაც ჩაწიხლული, მართლაც უკუგდებული და იგნორირებული, მაისთვის რო არ დაუშურებიათ არანაირი რეპრესია, ფინანსური, არაფინანსური, არის ერთ-ერთი გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი და ეს ერთობა. არ მეთანხმებით? პატრიოტთა ალიანსის მე ყოველთვის მომხრებარდა. დიახ. და ძალიან ეგენი არიან ნამდვილად ობიექტურები და მართლა ხალხისისა და ქვეყნისთვის ერთგულები და მინდა რომ მაგათ გაიმარჯვენ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. გაიხარეთ, ჩვენი გამარჯვება საერთოა, ქვეყნის გამარჯვება. ჩვენი გამარჯვება ცალკე არასდროს არ მყოფობს ქალბატონო. ქვეყანა როცა გამარჯვებულია, ჩვენც გამარჯვებული ვართ და ქვეყანა როცა უბედურ დღეშია, როგორ უნდა მივცემთ ჩვენ თავს იმის უფლება, რომ რაღაც ბედნიერების ეიფორიაში ქართული ოცნება კი არ არის, ქართული ჯოჯოხეთია. იმიტომ რომ თვითონ თავიანთი ოცნება ყოველთვის აისრულებს და ხალხი გაძირეს და არავითარი ხალხისთვის არავითარი სიკეთე არ გაუკეთებია. კი ბატონო, სამწუხაროდ. დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა. თუნდაც რა ის მომენტი ახლა რომ საუბრობდით. გამ პატიმრებზე და იმაზე რომ იქით იყოს ვინმის სიცოცხლეზე ასხავდა წყალს. როდესაც ჩვენ გვეუბნებია რომ 13 წლის განმავლობაში ყველა იყო სახელმწიფოს ბიუჯეტის ქურდი, ყველა იყო მოღალატე, ყველა იყო სისხლის სამართლის დამნაშავე, რომ ყველამ ერთად ეს ქვეყანა აოხრა და კორუფციის ჭაობში ჩაახრჩო. და
თითოეული მათი პოლიტიკური დაწინაურება, ესე იგი, ხდებოდა სრული იმითი, რა ქვია, ოვაციებითა და ტაშისკვრით, რომ აი სალომე ზურაბიშვილზე რა ხდებოდა, ყველას კარგად გვახსოვს. ნუ ღარიბაშვილზე როგორი მარგველაშვილი, ღარიბაშვილი, გახარია, ნუ ღარიბაშვილი ორჯერ. ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრიც იყო, პრემიერ-მინისტრი. შინაგან საქმეთა მინისტრი. შინაგან საქმეთა მინისტრი, ესე იგი, ამ ადამიანი და ამდენი წლების განმავლობაში ეს ყველა ადამიანი, რომ ესე იგი ჩვენ ვამბობდით, ანუ ჩვენ არა გარკვეული საზოგადოების შეიძლება ითქვას დიდი ნაწილიც კი რომ ხო ამბობდა რომ აი ბატონმა ბიზინა მიცის და უნდა იცის და ესე იგი რადგან ესია ნუ თქვენ არ გესმით თქვენ იმიტომ აკრიტიკებთ რომ ვერ ხვდებით იქ ვიღაცა რაღაცას ისე აკეთებსო თქვენ არ გაქვთ საკმარისი პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება ასეც გვეუბნეოდნენ რა იმათმა იციან და უნდა მივენდოთ და საქართველოს მივა ზუსტად ამ გზებით გადარჩენამდე და აღმავლობამდე ჩვენ ამ ტექსტებს სულ ვისმენდით ამ 13 წლის განმავლობაში და დღეს ყველა ეს ადამიანი ერთად გამოცხადა მოღალატე და საქართველოს სახელმწიფოს მტრად. აი სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე მაინტერესებს იმ ადამიანებისა, ვინც მითხრეს რომ ეს მტრები, მოღალატეები და საქართველოს ბიუჯეტის ქურდები იყვნენ გმირები და საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილი პატრიოტები. აი მე მაინტერესებს ეს კითხვა და იქნებ თქვენც მითხრათ აი ვინც აქ დარეკავთ და გამწევთ. სრულიად მართალი ხარ. გისმენთ გეზარი შემოუშვით ეთერში. საღამომშვიდობის ბატონო გეგა მილესალებით თქვენ გულს ბატონ ხალხან მოურავი სამადობით ძალიან მართლაც კაი გუნდი ხართ ეროვნული ხალხი დიდი მადლობა თქვენი გულშემატკივარი ნიშნისის ხეობიდან დიდი მადლობა ამ კაცმა 14 წელიწადში არაფერი გააკეთა მარტო გამოზარდეს ფეოდალები და ყველაფერი მაგის ბარია ბოლოს ქართული ხალხი მიადგება მაგას ისოლონას ჩინოს სადღაც ინსტიტუტიდან გადააგდებოდა არ უნდა ეგეთი რაღაცა დაანებოს ამ ფეოდალობანას თამაშს თავი ჩვენ სტენები არა ვართ ქართული ხალხი უბრალოდ ეს ლეხი ვარ მაგრამ ვაზროვნებ ჩემი 77 წლის კაცი ვარ ვაშვილიშვილი მყავს სად უნდა დავიდე ჩემი შვილიშვილები შევხარე მე გავზადე საქართველოს რესპუბლიკა სხვაგან წადი თვითონ დავიდეს გაესალოს ამ ფეოდალებს და ჩვენ მოვulit დანაშენ დილანაზე და ჩვენ მოვulit კიდევ კობახიძე განებოს თავი წავიდეს მე ვნახოთ დილანაზე ვინა იქნებს ან ოქრუაში პაპუაში ვინა იქნებს არავინ მაგათ არ აიქნებს ამ კაცის ფის ქვეშ არის მაგან ეგენი გააყორა ხელფასები დაურიღა ყველაფერი მე ახლა 1500 ლარს უმატებს ჩვენ კიდე ხალხად არ ახსენე ხო და აღარ ვინ ასეთი ცხოვრება მოგწედა ყველა პარტია სამეო დავანებოს ეს ამაჩენ სულში თავაფურთხავ კაცო ყველაფერი მოგვატყუა კი ბატონო დაბოლოს ამ ჩემ პატრა ლექსი დავამთავრე მე ლექსების წერას მიყვარ ეს ლექსი მე პატრა კუბლებს დიახ გისმენთ ამდენ წყვილებმა დაგვალა ფეოდალების სქერამა ისეთ რაღაცებს ჩადიან ვერ აგვიწეროს ენამა უფალ დაუთოთ სანთლები გადაგვაჩინოს ზენამა გისმენთ აი ეგ არის ჩვენ უბრალო ხალხი დაგიჭირეთ იმაზე რომ ვიყვეთ ნამდვილი მამულიშვილები ხართ აბა სხვა შეიძლება დაუდგეთ ლელოს უდელო და გიჩეს არ არსებობს თქვენ დაგიდგებით გაიხარეთ ისოს და გაგიგრძელებთ ექსპრომტად ვერ დაგვასუსტებს ვერ დაგვასუსტოს ვერასდროს ოლიგარქების რქენამა გაიხარეთ დიდი მადლობა რა თქმა უნდა უერთდები თქვენს გამონათქვამს სამწუხაროდ ესია კარგია რომ საზოგადოებაში არის ამ ფეოდალიზმის განცდა და ამაზე კარგად თქვა ფეოდალობანაა ეს ფეოდალობანაა პარლამენტში სადაც არის 20 ოფიციალური მილიონერი არა 10000 ხო ქონდათ ეხა ხელფასი ხდება ეს ხელფასი 16000 ლარი კი ბატონო სადაც 20 ოფიციალური მილიონერია მეტი 23 ხო და აქედან გამომდინარე ფეოდალიზმი აბა სხვა კი არაფერია ფეოდალიზმი არის მართველი კლასი რომელიც გასუქებულია გაღორებულია რომელიც იკვებება სახალხო რესურსებით და ამ დროს გეგა 1.800.000 კაცი 800.000 შემწეობას გებულობს და მილიონი რიქშია რომ შემწეობა მიიღოს აი ხშირად გვითხოვს რაღაც სეგმენტებს რაღაც ინდექსებს აცხადებენ ხომ ეს ადამიანები ეს არის აი არც მეტი არც ნაკლები აი ეს ურბანულად რომ მოკლეს ქალაქი
აი ეს დეველოპერული, ასე ვთქვათ, შემოდინება. აი სწორედ აი ეს ფისკალური ეფექტია მეტი აბსოლუტურად არაფერი. ზარია. გისმენთ. და სადილექება კარგად ვიცით. დიახ, გისმენთ ბატონო. გამარჯობა ბატონო გეგა. გამარჯობათ. მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო გეგა. და ბატონი გეგა. როგორ ბრძანდებით? თქვენ როგორ ბრძანდებით? მადლობა თქვენ ქარელის რაიონი გირეკამ. ქარელიდან გაუმარჯოს ქარელს. ძალიან სასწაულო. ეთილი. დავაშვიანი მამა ვარ, ხუთი შვილიშვილის და 6 შვილიშვილის პატრონი ვარ. ღერთო გამრავლოთ. კატოლიკელი გამრავლოთ. ეხლა პოლიცია როგორც თქვენა მიდას ბატონმა დავიტმა, კარგატონმა ირმა დეპარტიული მოქმედების დროარი. ნამდვილად. სხვა გზა არ არის, სხვას ვინც ამბობს იტყუება ჩათვალეთ. მეტი გზა არ არსებობს. საქართველოს გადაცემის არის საბრძოლო მომავალი თაობის გულისთვის ჩვენმა წინაპრებმა იმდენი გებრძოლეს სისხლია დაღონილი. თვითონ პაპაჩევი მეორე დრამულ ომის მონაწილე იყო. თვითონ პაპაჩევი. დიახ. ოდა ჩამოვიდა კაცი დაღლილი დაჭრილი დაუბედურებული არაფერი უბანაკონა მაგრამ მეუბნეოდა უარ გაწადე სულიდან არ გაწადე მამულისად სამჯობლოსად მომავალი თაობის ბოლნით ეკლესიის ბოლნით და ისეთი ნაპრები აფალავები გაკიდვათა ისეთი ნაპრები არ ვაპატიო თამარ ადამიანის ეს არაკაცები არაბებზე და მონღოლებზე და რიასიღათოს ფოტოებზე პიდია თანასრა არ ვიდეთ ამაგის ბოლომები უკუბილი ეკოდუ კანაფტეს ეკოდილამები თუ დავიხოტები კატურა დავიხოთ გაიხარ გაგახაროთ უფალმა გაგახაროთ უფალმა აი ეს მუხტი ეს სული ესე იყო წარუშლელი ამან მოიყვანა ქართველი აქამდე და მეორედ მოსვლამდე სანამ ეს დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს ასეთი სულის კვეთება აცოცხლებს საქართველოს მხოლოდ ასეთი უცებიც რა გამახსენდა ალბათ ცირე ჩანართმა მოიმოქმედა ინსპირაციით ჰაი დედა საკიტესა აი დედა სამტრისასა ბრალია შენი მარჯვენა მტერსა რომ არ ამკიდესაო კიტესაზეა საუბარი მაგრამ კიტესაა ქართველი ბატონებო და კიტესა იქნება არსენა იქნება უმწეობის განცდა არ უნდა გქონდეს ჩვენ გეთახმებით არა უმწეოდ არამედ მხნედ მომახიანად ეს წუთი სოფელი საბედნიეროდ არაა შექმნილი და 64-ის მოსაწყობა თქვენი ჭირიმით ჩვენ გეგა რომ აქ თეოლოგიის სემინარებს ატარებს ხოლმე და ზოგჯერ ისეთ სემინარებს რომ მას სხვა ფორმატი სჭირდება მაგრამ რა თქმა უნდა მოსასმენია ყოველთვის ჩვენ შემთხვევით კი არ ვამბობთ ამ ყოველივეს რომ ეს წუთი სოფელი მომავალი მარადისი ცხოვრებისთვისაა შექმნილი მოსამზადებელი ასპარეზია მეგობრებო ზარია ეთერში მოვძადეთ კი ბატონო გამარჯობათ იცის რა მაინტერესებდა არა თქვენი პათოსი და თქვენი პატრიოტობა ჩემი გულის ტკივილი ამაზე ტრიალებს აი ამდენი ოპოზიციური პარტია გამოდის ხო იქ ეს ახალგაზრდები გამოდიან და ერთი შეკითხვა ნუ თუ არავის არ დაებადა რატო იყიდება ეს ქართული მიწები რატო იყიდება რა უბედურება ეს გვინდა ის გვინდაო და ეს ჩახტი მუხტები რო ხდება ой მე თუ აღარ შემიძლია რა სიტყვებს ვერ ვაპოულობ რა ნუ თუ არავის ახალგაზრდა სიტყვა არ დაბატებია იმაზე რომ ვის ყიდიან რა ყიდიან რა მომავალი აქვს და თვითონ რა ელით მომავალში რა მაპატიეთ ეხლა რომ ძალიან მაგელებს რა გასაგებია გაიხარეთ ჩვენს აი ასეთი პასუხი შემიძლია გითხრათ ჩემი დაკვირვების შედეგად მე ახალგაზრდებთან არ ყოფილა ისეთი ჟამი რომ ურთიერთობა არ მქონოდა
გნებავთ ლექციების კუთხით, გნებავთ, რა ვიცი, მეგობრობის კუთხით, ჩვენ მეგობრობას ასაკი ხომ არ გააჩნია, იქ სადაც ზრდილობა, იქ სადაც კულტურა. ასე რომ ახალგაზრდები საკმაოდ ფოკუსირებულნი არიან ხოლმე, საერთოდ ძირითად გამომწვევზე, იცით, ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდები. მე რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ეხებოდეს ეს, მაგრამ ეს ასე არ არის. მაგრამ ვისაც ეხება, ისინიც საგრძნობლად დიდი ნაწილია. მათ ქვეყნის ბედიღვალიც აწუხებთ და ის პროფესიონალიზმიც საქვეყნოთ უნდათ რომ მოიხმარონ. მე არაერთ ასეთ ახალგაზრდას არა მხოლოდ ვიცნობ, გითხარით, მეგობრობ კიდევ. თავისმოხეული პროპაგანდა არ უნდა მივიღოთ ჩვენ რომ ესე იგი აღარ ვარგა ესეთ რაღაცას აჯერებენ დღეს რომ აღარ ვარგა ჩვენი ახალგაზრდები. ეს არის ტყუილი და ეს არის ზუსტად ბოროტება, რომელიც მიმართულია თაობათა შორის რომ ხიდები ჩაამტრიონ და ჩვენ დაგვსაქმსონ და დავყონ. ჩვენ ყველანი ერთობლივ ბრძოლაში ვართ ჩასართავი და ყველამ უნდა გამოვნახოთ საერთო მთავარის გარშემო გასაერთიანებელი რესურსები. ამაშია ჩვენი გამარჯვება და ამაშია ჩვენი ბრძოლის, ასე ვთქვათ, მთავარი ძალა. მართალია. ზარია კვლავ შემოვიდეს ზარიც. გისმენთ გამარჯობათ. გაითიშა. და მე წეგან იმასაც ვამბობდი, რომ უმწეობის განცდა ხა საერთოდ ადამიანი არ უნდა იყოს ამპარტავანი, ცხადია და არავითარ შემთხვევაში თავის თავზე არ უნდა დაამყაროს დიდი იმედები. პირდაპირ წმინდა წერილში წერია წყეული იყოს კაცი, რომელსაც სასწრება აქვს კაცის სამიმართო, ანუ ადამიანურ ძალებზე, ადამიანურ რესურსებზე და ძალებზე სასწრება ყოველთვის კრახის წინაპირობაა. მაგრამ ის რომ ჩვენ როგორც ნიკოლოზ სერბი ამბობს ჩვენ უკვე გამარჯვებულ ომში ვართ და ჩვენ საღვთო შეწევნა გვექნება თუ ერთობლივად უფლის სახელით გავერთიანდებით და ჩვენ რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ რამე თუ მსახურება წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა ზეცით კურთხეულია აი ეს სასწრება არ უნდა დავკარგოთ და იმ იმედობაში არ უნდა ჩავარდეთ რომ აი ამას რაღა მოერევა და ამით დავიღუპებით რა დიახ ზარია ეთერში მობრძანდით საღამოშიდების საბატონო მშვიდობა გქონდეთ. აი ყოველთვის ისმენ კონსერვაციებს და სულ ერთობი ხოლმე მე. ესე იგი ხალხი გამოდის როგორ უკმაყოფილო ყოველთვის თქვენი ტელევიზიით რომ აღარ უნდა ცისფარობა და მე არ ვიცი ყურები არიან, ბები არიან, არისმენ. აი წარმოიდგინე რომ პენსიონერსაც აღარ უნდა, აი ახალგაზრდებზე აღარ არის ლაპარაკი. იმის გულისთვის რომ ღირსეულ პენსიას არ აწევენ პენსიონერებს და აი ასე დღეში ხარ მარტო პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და მთლიანად მოსახლეობა უნდა ამცენ თავობებს მოსწრებს და სამწებებს თუ იქნება სადარბაზო ხორცად გამოიყენო და აი მაშინ კიდე ლაქენ არჩევნებზე ხმებში გამოიყენო Toraceni ცხოვრება მაგათია და უნდა იცხოვრო გარეგან შენ არაფერი გეკუთვი. ხო და ეს ხალხის გამოიფრინებს ერთმანი დღე მიადგებიან ის აპრობლემები მიჩნევით აი როგორც ნეტაში მოხდა აი ესე ყოველთვის არ იქნება მიზინებული ერთიანად იფეთქებს შეიძლება სოციალურ თემებზე არ ლაპარაკობენ ამ წუთი არ გამოდიან მაგრამ როცა გამოვარდებიან ეს უკანა პლანზე რო ყავს ვითომ ეს სოციალური თემა პირდაპირ პირველ პლანზე ჩამოვარდა ეს კარგად მოისმინოს ჩვენმა მთავრობამ რომ შენამდენი პენსიონერს უარჩევდა ღირსეულ პენსიას არ იძლევა და გასაკიში ხავს მოსახლეობა აი ამიტომ აღარ უნდა მოსახლეობას მაგათი დავით ეს ერთი და მეორე მინდა შეგეკითხოთ ბატონებო სანარი მალხასოფურია ვაღარა ჩემს გაიქერხეთ მადლობა მოსმენისთვის გაიხარეთ დიდი მადლობა მალხასოფურია ყოველთვის იქ იყო და იქ არის სადაც საქართველოს უჭირდა და დღესაც ჩვენს ქვეყანას უჭირს ეს მხედრული სულის ვაჟკაცი კაცი ჩვენი თანამებრძოლია ჩვენ მისი თანამებრძოლები და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად ვართ ჩვენ თუ კონკრეტულად გულისხმობთ რომ ახლა აქ სტუდიაში წინა კვირას ვერ იხილეთ იყო ამისთვის მიზეზი ადამიანები ვართ და ასე რომ
მას ბრძოლაზე უარი არასდროს არ უთქვამს. მალხას ძალიან ამკობს თავისი მამულიშვილური განვლილი გზა. მადლობა, რომ მოისაკლისეთ ჩვენი თანამებრძოლი. ზარია ეთერში გისმენთ. ალო. გისმენთ. დიახ. ხეით ხალბატონს მიდაი გამოვხმაურო. დიახ, აბა გისმენთ. ხალბატონო ესენი იმითო ხალბატონო საქმე იმასაც არ გეუბნები. ესენი არიან გაუვარდრები. ორები. რასაც განზე მადლობა თქვა, მაგრამ ვარეხიზარენ. გასაგები. აბა რამე რომ მოიქება მაგის დინები აღზე. ოხედავ რა ხდება. გაგიმარჯვებ, კარგად ვიყავ. გაიხარეთ, მადლობა. დიახ, სიმართლე გითხრა თავიდან სურვილი მქონდა რომ შემეხსენებია მორიდებით კორექტულობის შესახებ. თუმცა შემდეგ გადავიფიქრე, მაგრამ მაინც კონსტრუქციულად, როცა ვსაუბრობთ, როცა სტუდიაში ვართ, როცა ეთერში ზარი შემოდის, შევეცადოთ მაქსიმალურ სალანძღავს სიტყვებს და შინაარსებს არ მიუახლოვოთ ჩვენს მიერ გამოთქმული შინაარსები. ისე მადლობა ზარისათვის შინაარსში თავიდან ბოლომდე გეთანხმებით. გეგა, მე გაცილებით მეტად, აი საწყენი რა არის და ამაზრზენიც რა მინდა გითხრა, რომ ადამიანები, რომელნიც არც ხელისუფლებაში ბრძანდებიან დღეს, არ აქვთ პოლიტიკური სახელოები. არიან ცნობადნი. ამა თუ იმ სფეროს მუშაკებზია საუბარი და ტელემაყურებელი და რადიომსმენელი ძალიან კარგად ხვდება მე ვიზედაც და საერთოდ რა კონტინგენტს რა ჯგუფებს მოვიაზრებ, ხო? ეს ადამიანები გაცილებით დიდ სამსახურს უწევენ ჩვენი ერის დაკნინებას. ძალიან დიდ სამსახურს უწევენ ჩვენი მომავალი განვითარების შეჩერებას. რამე თუ მომლოდინენი ნამცეცებისა ოლიგარქების სუფრიდან წამოსული ნამცეცებისა, გადმოყრილი ნამცეცებისა, ისინი არ თავაზობენ, ისინი ყრიან ნამცეცებს. ყოველთვის საქმითაც და გაცილებით მეტად სიტყვით მხოლოდ ბრკოლდება. არა მრავლად, მაგრამ ერთი ადამიანიც რომ დააბრკოლო, წმინდა გარდამოცემა გვასწავლის. ლოდი დაიკიდე კისერზე და ზღვაში დაინთქეო. ანუ ჩაიძირეო. იცით, არ შევეცადოთ ის ადამიანები, რომლებიც პოპულარობის გამო გაფასებენ, ზოგს სიმღერა მოსწონთ, ზოგს მხატვრობა თუ ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი, რომ ამ ადამიანებს დათური სამსახური გაუწიოთ და რა თქმა უნდა თქვენი ამ სახურებით რა გითხრათ, აი მრავალი ეპითეტია, მაგრამ არ მსურს ახლა ისეთი შეურაცხყოფები წამომცდეს. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საზიანოდ იქცევით. მხოლოდ და მხოლოდ, რადგან ის, რასაც ვერ ხედავთ თქვენ დღეს, ეს არ არის სიბეცე, ეს არ არის არც შორსხედველობა, არც მეორე უკიდურესობაში ახლომხედველობა და ასე შემდეგ. ეს არის გეგმაზომიერი თქვენს პრაგმატიზმზე და ჯიბის ფისკალურზე გათვლილი მხოლოდ და მხოლოდ და გადადგმული ნაბიჯები და ეს ძალზედ სამარცხვინოა, ძალზედ წამგებიანი და არანაკლები მახინჯი სამსახური, ვიდრე ხელისუფლება იქცევა. სწორად ნათქვამი, სწორად გაიგეთ. ზარია ეთერში მობრძანდით. გამარჯობათ. ჩვენ ხელისუფლებას ვაულიჯებია ნატოში ნაცელია ეს არ არის სასიცილოება წვეთი. ნამდვილად თანმიმდევრი საშიშროება და პატრიოტმა გაიგო
სპეციალური შეადგენილი და მივიდეთ და დავაფიქსიროთ ეს ვაი ჩვენი ვართ რუსეთთან და რუსეთთან მისტერიებისგან მე ფსიქოზია ამ ჩვენი პრობლემა დამართული რა ოფიციალია დიდი ხანია ნატოში მესებია როგორ უნდა შევიდეთ ნატო ალოგნებულ ჯერეთი მერე სკვადნიებში ხდება გამდიდები აკარები და ველოდებით და საფრანგეთ ვარ გითხრა პირდაპირ თქვენ არ ახალთ ევროპაო თქვენ არ ახალთ თქვენ ახალთ სამხრეთ კავკასიაო და არის ვიდან ხალხს თუ არის როგორი თქვენი აზრი გასაგებია მადლობა აი მოკლედ გიპასუხებთ ჯერ ერთი ეცით რა მინდა გითხრათ ბატონო ჩემო მადლობა ზარისათვის რომ ჩვენ არავის თქმა არ გვჭირდება ჩვენ ევროპა ვართ თუ სამხრეთ კავკასია ეს ძალიან კარგად ჩამოყალიბებულად და შეუქცევადად იცის ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა აქ საუბარი არც იმაზე არ არის ნატოში შესვლა ჯერ უპირველესად ნატოში არავინ არ ღებულობს ისეთ ქვეყნებს და კონკრეტულად მართლა ამ დღეში მყოფ ქვეყანას როგორციც ეხლა დღეს საქართველოა არც მაშინ გაცილებით უკეთეს დღეში რომ ვიყავით ჩვენ გნებავთ ეკონომიურად და გნებავთ თუნდაც საერთაშორისო არენაზე ევროკავშირიც იცით ბატონო ჩემო აი დიდი ბრიტანეთი ბრექსიტი იქ ორბანს ემხრებიან გარიცხვით და ასე შემდეგ ყველა ალიანსი ზოგი შეიქმნება თუ დაიშლება ჩვენი სწორება უნდა იყოს ჩვენი ხალხის ინტერესის შესაბამისად განვითარებულ და შექმნილ პოლიტიკაზე. შენ ზურგს უნდა გიმაგრებდეს მისი აღმატებულება შენი ერი, ანუ ქართველი ერი და მერე უნდა წარმოჩნდე ფართო აუდიტორიის, ფართო საზოგადოების, სოფლიო საზოგადოების წინაშე რომ შენ მონოლითურად ასე რომ ფიქრობ ამ საკითხზე, ისე რომ ფიქრობ იმ საკითხზე, ესაა შენი განვითარება. ეს წარმოადგენს შენს სვლაგეზს და ევროპა იყო პერიოდი დიდი სტეპი იყო საერთოდ. როცა დიაოხა კოლხას დაბლობზე ფერადი მეტალურგია მოიპოვებოდა საქართველოში, რა თქმა უნდა. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა. ბატონო, რამოდენიმე ისინებო უნდა აბიტები საკითხებო ლაბორატორი. მე სამეგაზები გამოდიან არმედიან სასწავლებლად გავარაგი და არცალ საკითხს ასწავლენ. ეს თავდება მე თუ გაგიდეს იმით თუ არა მოიღო ხოლმე. ვიღაცა ფონდას ხოზე. ეს აღარ არმედიან არცა და არც მიწის საკითხი არის. აი ჩვენ გავიდეთ ასე. პატრიოტა ალიანსი. დაუწიეთ რა, გთხოვთ, დაუწიეთ ტელევიზორს და უფრო უკეთესად გავიგონებთ. პატრიოტა ალიანსი ყოველთვის ლაპარაკობს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ახლა საუბრობთ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. ერთი რომ პატრიოტა ალიანსს ქართულმა ოცნებამ ყველა გარემო პირობას შეუქმნა იმისათვის, რომ მას არ კონდეს არანაირი სამოქმედო ბერკეტი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ანუ მან ბოლო ორ არჩევნებში სრულად გაუყალბა არჩევნები ჯერ საპარლამენტოში, შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ დაგვაკარგინეს ძალიან დიდი რაოდენობით ხმები
და ამომრჩეველთა მოსყიდვით, გადაბირებით, ბიულეტინების გაუქმებით, ყრუ ბიულეტინების ჩაყრით და სხვა მეთოდებით, რაზეც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, ჩვენ წაგვერთვა შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ყველაფერი ქმედითად განგვეხორციელებინა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაში. ეს ერთი რატომ ვერ ვაკეთებთ იმას და საუბარს რაც შეეხება ჩვენს ეთერებში, ობიექტივის ეთერში, ამაზე თქვენ ყოველთვის მოისმენთ აზრს. ეხლა რაც შეეხება იმას, რასაც თქვენ ამბობთ და რასაც წინა ესე იგი ჩვენი მსმენელი გვეკითხებოდა საქართველოს პოლიტიკურ საგარეო კურსთან დაკავშირებით. ის რომ საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა ქონდეს, ანუ სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკა, ამაზეც საქართველოს პატრიოტთა ალიანსს წლებია ქონდა და აქვს მკაფიო პოზიცია და ჩვენ ამას ვაფიქსირებდით, სანამ ვიღაცებმა დღეს ეხა მაღალი ტრიბუნებიდან პოპულისტურად დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, ჩვენ ეს საარჩევნო პროგრამებშიც გვეწერა ხოლმე. მაგრამ იმისათვის, რომ გამოვლინდეს ნება ქართველი ერისა და რომ განხორციელდეს ნება ქართველი ერისა, ქართველმა ერმა უნდა დაუჭიროს მხარი ამ ძალას, რომელიც მისი ნების გამომხატველი იქნება და აღმასრულებელი და შემდეგ მისი გამოვლენილი მხარდაჭერა უნდა აისახოს რეალურად, ესე იგი იმითი რომ მიეცეს მანდატები და მიეცეს შესაძლებლობა პოლიტიკურ ძალას მოქმედებისა. და დღეს, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ, რომ პოლიტიკური პროცესი აბსოლუტურად მკვდარია საქართველოში, ეს ხდება utopia, შეუძლებელი და იმისათვის, რომ ეს utopia რეალობად ვაქციოთ და შევძლოთ ქმედება და განხორციელება იმ ყოველივესი, რაც თქვენ გაწუხებთ და რაც ჩვენ გვაწუხებს. ამისათვის უნდა დავიბრუნოთ, უნდა მოვიპოვოთ ჩვენი სამშობლო, წვდომა ჩვენ სამშობლოზე, ჩვენ სახელმწიფოზე და სწორედ იმაში მდგომარეობს ჩვენი ზეპარტიული, როგორც მოგახსენეთ, გადაცემის დასაწყისში ბრძოლის ამოცანა და მიზანი, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ეს ჩვენ სამშობლოზე წვდომა, ჩვენ მოვიპოვოთ საშუალება იმისა, რომ განვახორციელოთ ერის ნება. როგორც არა ვიწრო პარტიულმა ჯგუფმა, არამედ საზოგადოებამ, რომელიც უნდა კონსოლიდირდეს და გაერთიანდეს და ისიც, რომ ჩვენ გვქონდა საარჩევნო პროგრამაში რეფერენდუმის შესახებ სწორედ ერის ნების გამოვლენის ფორმა, რაც წაგვართვა წინა ხელისუფლებებმა და ეს წართმევის პოლიტიკა გააგრძელა ქართულმა ოცნებამ. ერმა თავისი ნება რომ აღასრულოს და განახორციელოს პირდაპირი დემოკრატიის გზით, ამას ქვია პირდაპირი დემოკრატია. როდესაც ტარდება რეფერენდუმი ჩაინიშნება, რაღაც კონკრეტული საკითხი დაისმება, დაწყებული იმიდან, რომ უბრალოდ ჩინოვნიკი კონკრეტული ჩვენ გვინდა თუ არა რომ იყოს თავის პოლიტიკურ პოზიციაზე, აი ამისათვის რომ ჩავატაროთ რეფერენდუმი, დამთავრებული კანონების მიღებით, გაგრძელებული პოლიტიკური კურსით, სახელმწიფო მოწყობის ფორმით, საგარეო ორიენტირებით და ასე შემდეგ. ამ ყოველივესთვის ერს უნდა დაესვას კითხვა. ერს უნდა თუ არ უნდა ეს. ამისთვის უნდა გაიმართოს რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმში უნდა მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ერმა უნდა დააფიქსიროს ნება და შემდეგ ხელისუფლებამ ეს ნება უნდა აღასრულოს. აი სწორედ აქეთაა მიმართული საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიზანი და გეგმა, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ეს შევძლოთ და ჩვენ ეს განვახორციელოთ, ჯერ ამისი ბერკეტები უნდა მოვიპოვოთ და ჩვენ ეხლა ვიწყებთ ბრძოლას და მზადებას იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ეს ბერკეტები არა იმით, რომ პოლიტიკურმა მიიღოს ოცნების დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო და ამაზე ჩვენ წეგან ვისაუბროთ რა და როგორ და კიდევ მომავალში უფრო მეც ვისაუბროთ. 52 მუხლი გემახსოვრება თავისთავად 21 წლის კონსტიტუციის. მაშინ სხვანაირად დეფინიცირდებოდა ეს ხალხის ხელმწიფობის აქტი, რომელიც იყო ძალზე დემოკრატიული და თვითონ ევროპის ქვეყნების აღიარებით იყო, რა თქმა უნდა, არათუ ნაკლები, არამედ თავის შინაარსით, ხარისხით და დემოკრატიის ხარისხით, ასე ვთქვათ, მეტი. თვითონ დემოკრატიასაც ხალხში ძალზედ ცუდი იმიჯი, ასე ვთქვათ, შეეძინა. იმიტომ რომ ეს ლიბერალური დემოკრატია არის და ლიბერალურმა დემოკრატიამ ხალხში ანტაგონიზმი გააჩინა ამ იდეოლოგიის და რეალურად თვითონ დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მართლობას ნიშნავს. კაცი იტყვის, სად არის ხალხის მართლობაო? კი ბატონო, გეთანხმებით და ეს დემოკრატია დემონოკრატიად გადაიქცა. რადგან ბოროტების სულით მართავენ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ხელაკელაპტრები უჭირავთ ხოლმე რელიგიურ დღესასწაულებზე, მაგრამ ის რომ სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს, ეს იციან თუ არ იციან, ეს ნაკლებად მაღელვებს მათი საქმენი ყოველთვის
სულ სხვა რამეზე მეტყველებს და სულ სხვა რამეს ღაღადებს. აი მათი საქმიანობის გამოისობითა ვართ ზუსტად აი ამ ჩიხურ მდგომარეობაში როგორშიც ვართ. ასე რომ გეგა რა თქმა უნდა გეთანხმები და ერთი მინდა კი რა თქმა უნდა მადლობა ზარისათვის ადამიანს წეხა ნეიტრალიტეტზე ბრძანებდი მიუმხრობლობაზე რაც ნამდვილად არნიშნავს პატივცემულებო დემილიტარიზაციას რაც ნამდვილად არ მოიაზრებს მეგობრებო თავდაცვის უნარიანობის კლებას ან არარსებობას მით უფრო ზარია ეთერში გამარჯობათ ალო დიახ ეთერში ბრძანდებით ალო გამარჯობათ ტელევიზორს დაუწიეთ ქალბატონო და ჩვენ ხმასაც გაიგებთ და ჩვენ გავიგებთ თქვენს ხმას დიახ გისმენთ ალო ეთერში ხართ გაითიშა ზარი. აი, თხოვნა იქნება პატივცემულებო, ბევრჯერ გვითქვამს, მაგრამ არ დავიღლებით კიდევ გეტყვით, აბა სხვა რა გაეწყობა. რომ არ გსურდეს თქვენი მოსმენა, ეთერში ზარი არ განხორციელდებოდა, ხო? ბუნებრივია, მარტივია. ასე რომ, მოგვეხმარეთ თქვენს. ერთ მარტივ საქციელს გულისხმობ, რომ ტელევიზორს დაუწიეთ ბოლომდე და ჩვენ ვისაუბროთ. იმ დროით რა დროითაც ვისაუბრებთ და შემდეგ ისევე იბრძანდით იმ ტელევიზორთან და უფრო სწორად აუწიეთ და რა ვიცი თქვენი ნება როგორც ასე რომ ეს გავითვალისწინოთ და შედგება ხოლმე ჩვენი საუბრები ასე რომ თავდაცვის უნარიანობის კლებას და არარსებობას არ მოიაზრებს მეგობრებო მიუმხრობლობა ჩვენ ისეთ გარემოში ვართ რომ აქ ხნეობის სული, მხედრული სული, ეს ოდითგანი და ჩვენი უპირველესი ნიშანთვისება არ უნდა მინაულდეს. რაშიც, რა თქმა უნდა, მე ბაირახტრეთ თავარ სამსახურში და ლოკომოტივად უნდა იყოს განათლება, რომელიც დღეს რა გითხრათ რა, ატროფირებულია. ზარია ეთერში მობრძანდით. განათლების სისტემას გულისხმობ და არა პირადულად და პიროვნულად განათლებულ ადამიანებს. დაუწიეთ ტელევიზორს გისმენთ? გამარჯობათ. 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 დიახ გისმენთ. ეთერში მინდა ვიქოთ. გითხეთ. გისმენთ. შეიძლება ვიდიანეთ. გამარჯობათ. გისმენთ ბატონო ეთერში ბრძანდებით. ხო რაღაც ხარვეზია ეხლა ვფიქრობ იმ წყაროდან საიდანაც ვიკავშირდებიან რა თქმა უნდა რადგან აქ ტექნიკურად ხშირად ძალზედ ხშირად კი არა თითქმის ყოველთვის გამართულია ყველაფერი და ჩვენ სხვების ხმა თუ გვესმის ყველას ხმა უნდა გავიგოთ მაშინ ასე რომ მაინც მადლობა ზარისათვის ჩვენი ბრალეულობა არ არის ბატონო კიდევ სცადეთ იქნებ მოხვდეთ ეთერში რა თქმა უნდა და აი განათლებაზე ვსაუბრობდი იცით აქ პიროვნებები არ მოიაზრება აქ ის დამსახურებული პედაგოგები და არა ის პედაგოგები ჩამოწერილი სიებით რომ ბრძანდებოდნენ საარჩევნო უბნებთან და აკონტროლებდნენ და ასე შემდეგ და ამ ქარში იყვნენ რომ ეგების კვლავ ოცნებას რაღაც ღერითმა არ ჩამოუვარდეს ღერითმაც და ნებისმიერი ცვარნი ციურნი თუ ნებისმიერი რამ ღვთის განგებულებით ხდება და ღვთის განგებულებას ვერც თქვენ ვერც ჩვენ ვერ ამოხსნით ისე როგორც საჭიროა და განსაკუთრებულად თქვენ ნუ შეეცდებით იმ ძალის გაძლიერებას რომელიც ძალაც სამწუხაროდ წუხვართ მაგრამ თვით განადგურების რეჟიმს ადგას
თქვენ შეგიძლიათ პატივცემულო პედაგოგებო პედაგოგიკა, დიქტატიკა განათლებასთან რა თქმა უნდა ყოველთვის თანაზიარი იყო და იდენტიფიცირებულად ასე ვთქვათ აღიქმებოდა და შეიმეცნებოდა და განათლება სადაც არის იქ ღვთივსულიერებაცა ღვთივსულიერება ლოცვის გარეშე წარმოუდგენელია და ერთი ლოცვაც ამოგცდეთ ამათ მიმართ და ეს იქნება თქვენი მოყვასური მსახურება მათ მიმართ ერთი ლოცვა მათ მიმართ ცოტა გონების თვალი აეხილოთ იმ რაღაცა არზებით კი არ უნდა ირბინოთ პატივცემულებო ასე რომ არჩევნების დღეს თუ მანამდე თუ რა ვიცი ასე შემდეგ ასე რომ აი ეს განათლება რა დღეშიც ეს გეგმაზომიერად ურტყავდნენ გეგა ძალიან კარგად ვიცით ამ განათლებას დღეს კიდევ ვიცით ჩვენ ერთი რაიონი ერთი ფაკულტეტი და რაღაცა ისეთი ინოვაციებს ვამჩნევთ და ვხედავთ რომ აი თითქოს კი არა მართლა გამოშიგნულია შინაარსისაგან და ორიენტირებული რა რისკენ ხო კვლავ და კვლავ უფრო მეტი მართვისაკენ მართვის სადავეებში მოქცევისაკენ გესმით და ამაოა მე ვიტყოდი წყლის ნაყვა ეს ყველაფერი განათლებაზე ჩამოვარდა საუბარი და ხვალ არის 31 რიცხვი პატივცემულო პედაგოგებო ჩვენო ღვაწლმოსილო პედაგოგებო და სკოლის ადმინისტრაციებს მიმართავ საერთოდ 31-ში და არა მხოლოდ 31-ში ბევრ ისეთ დღესასწაულებს აღნიშნავთ ხოლმე თქვენ რაც დღესასწაული ნამდვილად არ არის და რაც არის დღესასწაული აბა გაიხსენეთ ბოლოს როდის ესაუბრეთ მოზარდ თაობას აღსაზრდელებს დიდგორის ბრძოლაზე თავისი პათეტიკით თავის შინაარსით თავის მიზეზ შედეგობრიობით წმინდა ქეთევან წამებულზე წმინდა მიქელ გობრონზე შეიძლება არ ესაუბროთ თუმცა დიდი წმინდანია მაგრამ კონსტანტინე და დავით არგვეთის ერისთავებზე შალვა და ბიძინა შალვა ჩოლოყაშვილი ბიძინა და ელიზბარ ქსნის ერისთავებზე როდის ესაუბრეთ უბრალოდ თუ გაგახსენდებათ ღმერთზე როდის ესაუბრეთ რომ საღმრთოდ განგეწყოთ ახალგაზრდობა და ამიტომ ხვალ 31-ია და ეგრეთ წოდებული ძალზედ უსახური ეგრეთ წოდებული ჰელოუინია ამ ჰელოუინს მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის არა მითად არა ზღაპრად ეშმაკის სული წარმართავს ნუ ჩაუგდებთ ახსაზრდელებს რამე თუ ესენი თქვენი შვილებიც არიან აი ამ ეშმაკის მსახურებაში ნუ დაადებინებთ წილს იმ წითლად და შავად შეღებილ და ასე შემდეგ უსახური ფორმებით რომ წარმოჩდებიან ხოლმე იცი გეგა შენ რაზეც საუბრობ რიტუალი დემონური რიტუალია პირდაპირ ამ რიტუალში მონაწილეობით თუნდაც სახუმარო მონაწილეობით ადამიანი ხდება ამ დემონურ ველში ჩართული და ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ დამაზიანებელ ზემოქმედებას მოახდენს იმ ადამიანზე ვინც მასში მონაწილეობს და როდესაც საზოგადოებაში ეს ხდება ამ საზოგადოებაზე მე მძლავრობს დემონური ძალები მე პირადად გირჩევთ რომ აი ვინ ჩვენ გვისმენთ და ვისაც ღვთის სახელის მოხმობის ძალის გწამთ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად იესოს ლოცვაში გავატაროთ რამე თუ ბოროტი განედევნება მარხვითა და ლოცვით და უფლის სახელი განდევნის ბოროტს და აშინებს და მუსრავს და იესოს ლოცვაში გავატაროთ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად და ყოველი ჩვენი დღე რამე თუ მე წეღანად ვთქვი იესოს ლოცვის აღორძინება მე-1 საუკუნით გადასდო ბიზანტიის იმპერიის დაცემა ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი და არა მხოლოდ ბიზანტიის ეხლა რო ის არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გამოვიდა და 30 წელია უფალო შემიწყალი არ მithქვიაო ღმერთმა მას უშველოს მაგრამ მხოლოდ ლოცვის გაძლიერება გადაგვარჩენს ჩვენ ლოცვა არის ის საფუძველი რაზეც შეიძლება შემდეგ აიგოს ყველა ჩვენი მოქმედება ულოცველად ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ღმერთმა განამტკიცოს ჩვენი ძალები ლოცვაში ამინ და ერთიც ქრისტიანობა ვარდისფერი ვერასდროს ვერ გახდება ის ვარდისფერზე გაცილებით კაშკაშა და ბრწყინვალე ფერისაა როგორიც იყო დღიდან დაბადებისა არის და იქნება უსასრულოდ დიდი მადლობა უფალს დიდი მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს კარგად ბრძანდებოდეთ ღმერთს ყველაფრისათვის კარგად ბრძანდებოდეთ